ჩვენ მიმართეთ გამგეობას გამგეობამ დაგვიფინანსა მხოლოდ ერთი უბანი, ნაწილობრივ ნახევარი თანხა დაგვიფინანსა გამგეობამ, ნახევარი სკოლა აფინანსებს, რომ ლექაჯეეს უბანი კერძოდ, რომელსაც მოყავს 38 ბავშვი და რომელიც არის ასევე შორმანძილზე, თუმცა ასეთი უბანი არის მეორეც. ლემიქავის უბანი და რომელსაც უერთდება ჯოლევის უბანი, საიდანაც მოდიან ბავშვები, ძირითადად მცირეწლოვანები, 30 ბავშვამდე. აქედან და უმეტესობა არის დაწყებითი კლასის მოსწავლე, ხო, ასევე არის შორი მანძილი, 7-8 კილომეტრი ყველაზე შორს, რომელიც არის მეორე კლასშია მოსწავლე, რომელსაც უწევს წვიმაში, რა ვიცი, მე ჩანთას მოგეხსენებათ როგორ მძიმეა წიგნები, მე კომპიუტერი ემატება, ასევე ეს ძნელი სატარებელია, მე ამხელა მანძილზე კაი წამოსულა ბავშვი დასველდება, გაცივდება, მე გაკოცდე მობილიზებას ვერ ახდენს. მე ცივდება, ავანტყოფობა, ასევე სახში მისულზე უკვე დრო აღარ აქვს, დაღლილია ბავშვი, ვეღარ მესადინეობს. ჩვენ გვიწევს ძალიან ადრე ადგომა, რომ მოვიდეთ სკოლაში და აი ზამთარში ძირითადად როცა არის თოვლი, წვიმა, ჩვენ ესე იგი არის ისეთი ამიტები ქოლგაც ვერ მკლავდება და ესე იგი მოვდივართ სრულიად ცველები და გაკვეთილებზე მობილიზებას ვერ ვახერხებთ და ამიტომ მივმართავთ, რომ აი დაგვიფინანსონ, რადგან ბავშვების ჯანმრთელობა არის დამოკიდებული ამაზე. ოპტიმიზაციის შედეგად სკოლას შემოვიერთა აბედათის საჯარო სკოლას სოფელში არსებული ორი ელემენტარული სკოლა, ლემიქავის და ლეხაჯაირის. მაშინათვე საქმის კურსი ჩავაყენე განათლების მინისტრი, მაგრამ არ ვიცი ალბათ ფინანსების საკითხი იყო თუ რა საკითხი იყო, ეს პრობლემა არ მოგვარდა. ეს სკოლები ძირითადი სკოლიდან დაშორებულია 4-4.5 კილომეტრით, ხოლო მოსახლეობა უკიდურესი რო იტყვია 6-6.5 კილომეტრით, ზოგი 7 კილომეტრითაც. და ტრანსპორტის გარეშე წარმოუდგენლად ძნელია ახლა იმ სიშორიდან ბავშვების ჩამოსვლა და სწავლების რა ხარისხი შეიძლებოდა ლაპარაკი, როცა იქით-აქეთ 13-14 კილომეტრს რო გამოივლის ბავშვი. აბედათის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგების ნაწილი რამოდენიმე წელი არის უკვე აქტიურად მოითხოვენ დახმარებას იმ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ სკოლაში, ასევე ტრანსპორტის პრობლემასთან დაკავშირებით. ჩემთვის ნაცნობი არის ეს პრობლემა, უკვე 3 წელი არის, მე 2 წელი რეგულარულად დავდიოდი კიდეც აბედათის სკოლაში, რათა ადგილზე შეგვესწავლა პრობლემა, ინიცირებას ვახდენდით ამისას გამგეობაში, თუმცა სამწუხაროდ რეაგირება არ მოჰყოლია. გამგებლის ინფორმაციით, როგორც სკოლა ამბობს, როგორც სკოლა შეფირდნენ, წელს უნდა ყოფილიყო მორჩენილი სკოლის რეაბილიტირება, თუმცა ისევ ფუჭი დაპირება იყო და ფუჭი იმედი მიეცა სკოლას. წელს ახლა ითხოვენ აბედათის სკოლის მოსწავლეები, რომ მათ გამოეყოს ცალკე მარშრუტკა, რომლითაც ისინი შეძლებენ გადაადგილებას. აღსანიშნავია, რომ 7-8 კილომეტრის გავლა უწევთ ბავშვებს, რაც საკმაოდ ეს ერთი მიმართულება და საერთო ჯამში 16 კილომეტრი ბავშვი რო გაივლის, ის ბავშვი უკვე სწავლისთვის ბუნებრივია დაღლილი არის და მას აღარ აქვს ის ნორმალური პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განათლების სისტემა ზოგადად. რეაგირება მე მოგეხსენება, შეიძლება ინფორმირებული ვახარ, მაგრამ ერთი წელია რაც ვარ ამ სკოლის დირექტორი. მე მიმართე საგამარტვილის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის გალოტი მაია გაწერილიას, აი ეს მდგომარეობა რაც არის სკოლაში, ეს აღვიჩდი დისკზე. მან შუადღირება გაგვიწია ჩვენ შესაბამის ორგანოსთან, ვისაც ეკუთვნის დაევალება აი ამ სკოლის რემონტი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ეს სკოლა გარემონტდება. ვხედავთ რა სავალალო მდგომარეობაშია, პირდაპირ გაგებით რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებით დარბაზს მინდა ხაზი გავუსვა. იქ არის ესეთი სავალალო ვითარება. როგორც თქვენ თვითონ ნახეთ, იქ არ შეიძლება ბავშვის დაშვება, შეშვება თუ უბრალოდ იმიტომ, რომ იქ შეიძლება იმამ სიძულვას ვერ გაუძლოს, როცა წვიმიან ამინდია განსაკუთრებით. და განსაკუთრებით თქვენ წარმოიდგინეთ ახლა თოვლიან აი ამ ზამთარში ამ მდგომარეობა იქნება იქ. ამიტომ ეს არის სასწრაფოდ მისახედი, მიუხედავად თქვენი არაერთ ძეს აღნიშვნის ამის და შესაბამის სამსახურების მიმართვისა დღემდე მას არაფერი რეაგირება არ აქვს. ამიტომ ჩვენც ვეცდებით რა თქმა უნდა, რომ ახალ მთავრობამდე მივიდეს აი ეს საქმე, რომ აქ მომავლის საქმეა, ბავშვებია და ამას ცოტა სიფრთხილით მოკიდება ჭირდება ამ საქმეს, რომ
რამე სავალალო შედეგი არ დატრიალდეს. წინა წელსაც გავაგზავნეთ ჩვენ ზუსტად ის მასალა, რაზედაც ალბათ გითხრათ დირექტორმა მოგახსენათ, ზუსტად ის მასალა შესაბამის წერილთან ერთად გვაქვს გაგზავნილი და იმედიც გვაქვს, რომ რეაგირება აუცილებლად იქნება. როცა იქნება შესაბამისი დაფინანსება და გამოიყოფა რაღაცა თანხა ჩვენი რაიონისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან აუცილებლად იქნება ამაში გათვალისწინებული კურსულ საჯარო სკოლა და იქნება შესაბამის ღონისძიებები გატარებული. ორი უბანია, ლექაჯაიეს და ლემიქავეს უბანი, საიდანაც ბავშვები დადიან აბედათის საჯარო სკოლაში და იმდენად დიდი მანძილის გავლა უხდებათ, რომ ფაქტიურად შეუძლებელი იყო ბავშვების ფეხით გადაადგილება, ამიტომ თვითონ სკოლის ხარჯებით და უნდა აღვნიშნო, რომ დაეხმარა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა, აქედანაც ჩაერიცხათ თანხა და ეს პრობლემა მოგვარდა იანვრამდე, ანუ თანხა ჩარიცხულია აქედანაც სკოლის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება, მაგრამ ეს ერთი სამარშრუტო ტაქსი ემსახურება მხოლოდ ერთ უბანს, აი მეორე უბანს რაც შეეხება ეს პრობლემა იყო მოუგვარებელი. დირექტორი თუ არგუმენტირებულად დაუსაბუთებს სამინისტროს, რომ მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალება არ არის საკმარისი და აუცილებლად ჭირდება მეორე, იმიტომ რომ ფაქტურად 1 საათი ჭირდება ერთი უბნიდან ბავშვების სკოლაში გადმოყვანას, არ ვიცი თუ მიზანშეწონილად ჩათვლის სამინისტრო, რომ ერთი არა და ორი სატრანსპორტო საშუალება არის საჭირო და გამოუყოფენ, ჩვენ რა თქმა უნდა ამას მივესალმებით.